მოგესალმებით მეგობრებო, დესტაფონიდან, თამარ მეფის გამზირიდან. აი ეს ის ქუჩაა, ბევრი ყავის ჯიხური და სავაჭრო დაწესებულება რო იყო. რადგანაც გზა გადიოდა აქ თბილისი ბათუმის. უმრავლესობა დიდი ნაწილი ამ ობიექტების დახურულია და ნაწილი კიდე მილევად რეჟიმშია, იმიტომ რომ აქ უკვე მანქანები აღარ შემოდიან. ტრასა გაიხსნა ზემოთ იცით და მაგ გზაზე არის მარტო დანკინის და ვენდისის ყავა. მათ ყავას არაფერს არ ვერჩი, ხშირი მომხმარებელი ვარ თბილისში მათი, მაგრამ ზესტაფონში ზოგადად ის ასწორებდა, რომ ბევრნაირი ყავა იყიდებოდა, ბევრნაირი ობიექტი იყო და დიდი არჩევანი ჰქონდა. ხო და ჩემი აზრით სწორი იქნება, რომ ამ ხალხს, რომელმაც აი აქ რაღაც ეს ბიზნესი დაკარგა ფაქტობრივად გზის რაღაცის გამო, იმ ტრასაზე მიეცეს იგივეს გაკეთების საშუალება. ამ ხალხისთვისაც უნდა გამოიძებნოს იმ გზის გასწვრივ სახელმწიფო უბადლო მიწაზე ადგილი, სადაც ადამიანებს შეიძლება გადახვევა მანქანით და ამ მომსახურების ისევ მიიღება, იმიტომ რომ მე როგორც გითხარით, ძალიან ხშირი მომხმარებელი ვიყავი ზესტაფონის ყავის, ფაქტობრივად ყველა გასვლა-გამოსვლაზე ყველა ჩემმა მეგობარმა იცის, რომ აქ ჩერდებოდი და რაც გადავიდა ეს ვერცერთხელ ვერ მოვახერხე და ამიტომ მე რადგანაც ასე ვიცევ, სხვა ბევრი ადამიანის დარწმუნებული ვარ ასე მოიქცევა და ამიტომ კარგი იქნება, რომ ამ ადამიანებს მიეცეთ საშუალება ახალ ტრასასთან გააგრძელონ თავისი საქმიანობა.